ბრიალა მშვიდობის შესულდა 11 საათი და გაცმა დღის ნასრომი ბრუნდება პირდაპირ ეთერში. მელალა ბაღდავაძე ვარ. ქვეყანაში დღეს შექმნილ პოლიტიკურ სურათს კი გაცემის პირველ ნაწილში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი შეაფასებს. ილჰამ ალიევის თბილისში ვიზიტი და შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან, რას აჩვენებს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხებზე აუდიენცია ივანიშვილის ბიზნეს ცენტრში, მაშინ როცა მას არანაირი ოფიციალური სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობა არ უკავია. რა მოდელით იმართება ქვეყანა და რა თავისებურებებს აჩვენებს ის კადრები, რომელიც გუშინ ყველამ ერთად ნახეთ. დაგველოდეთ, დავიწყოთ ზუსტად 13 წამში, იქამდე კი თვალი გადავალოთ ბოლოს სიახლეებს. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში კორუფციაში ბრალდებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგორ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. ლილუაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328 მუხლით ედება, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს. სამართალდამცველებმა ბოლო პერიოდში დედაქალაქსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო და პრევენციული ღონისძიებების შედეგად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვის ბრალდებით 12 პირი დააკავეს. ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია ცეცხლსასროლი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები, ხელყუმბარა, მჭიდები და საბრძოლო ვაზნები. ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე სენაკის და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღასრულებს. წირვის შემდეგ შესრულდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი. მაშა ასე კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ეს არის დღის ნიუსრუმი და წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს, როგორც გითხარით, პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი იქნება გაცემის პირველ ნაწილში ჩვენი სტუმარი. ბატონ გია, გამარჯობა და მადლობა რომ გვესტუმრეთ. ბატონ გია, ილჰამ ალიევის თბილისში ვიზიტია დღეს შეფასების ერთ-ერთი მთავარი საგანი, რა კუთხითაც არაერთი კითხვა გაჩნდა და ამ კითხვებს დღეს ჩვენ დავსვავთ, თუმცა მინდა დავიწყოთ სურათის აღწერით, იმ სურათის აღწერით, რომელიც გუშინ ყველამ ერთად ნახეთ, გულისხმობ აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრას ბიძინა ივანიშვილთან, მიხეილ ყაველაშვილისა და ირაკლი კობახიძესთან აუდიენციის შემდეგ ილჰამ ალიევს, როგორც ცნობილია, სწორედ ბიძინა ივანიშვილმა უმასპინძლა საკუთარ ბიზნეს ცენტრში და აი როგორც პოლიტიკოსებისგან ვისმენთ იქ გამოჩნდა ვინ არის ქვეყანაში მთავარი. აი გავრცელებულ ვიდეო კადრებსა და ფოტოებზე როგორია, აი ფოტოების თქვენეული აღწერა როგორია, რას აჩვენებს სურათი, როცა პირველ პლანზე ასე ვთქვათ არის ბიძინა ივანიშვილი, ხოლო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ხოლო მის ზურგს უკან დაიარება. რაც ნახეთ ეს სიახლე არ არის ამ ქვეყანაში, ხო, ეხლა არც არავის არ ქონია არასოდეს ამ ქვეყანაში განცდა, მგონი რომ კობახიძე არის ინსტიტუციური ხოსრად ის არის ლიდერი და ის არის გადაწყვეტილების მიღებდი ამ ქვეყანაში, ხო? გუშინ უბრალოდ ნახეთ ის, რაც ისეაც ვიცოდით. სიახლე ამაში რა არის ახალი, რა შეიძლება გაგვირგვებოდა. უბრალოდ ფარდა ეხადა იმ მანკიერ რეალობას, რაშიც ცხოვრობს ქვეყანა, ხო? ერთის მხრივ რაც შეეხება კობახიძეს, ეხლა კობახიძე მე ყოველთვის ამბობდი, რომ ტრაგიკული პერსონაჟია, პირდაპირ გეტყვით, ეხლა სხვა ეპითეტს უბრალოდ მას ვერ მიუსადაგებ, თავისი კომპლექსები დატვირთული და ამ შემდეგ ხო რაღაც ტრავმირებული რაღაც პერიოდის განმავლობაში როგორც ჩანს, ხო ესე შთაბეჭდილებას ტოვებს, ბიძინას ახასიათებს, რომ საბელს დაუგრძელებს ხოლმე, ხო, ამ ტიპის პერსონაჟებს, ილუზია შეუქმნის, რომ ისინი რაღაცას წარმოადგენენ და იყო ეს პერიოდი ჩვენ ამაზე გვისაუბრია ალბათ, ხო, რომ კობახიძეს გაუჩნდა რაღაცა ილუზია, რომ ის მართლა რამეს წარმოადგენდა. მე მაშინ ვამბობდი, რომ ბიზნეს ჯერ თავის სულ არ გაუკეთებია, მიუშვა ეს ბავშვები, ამან ირწმუნა, რომ მართლა პრემიერ-მინისტრია და პირველივე მოსახვევში, ესე რომ ვთქვათ, ისე დასვა თავის ადგილზე, ხო? თვითონ ირაკლი კობახიძის რა განწყობა დაინახეთ გუშინ მის სახელზე იმ კადრებიდან, რომელიც ნახეთ. ბევრი ფიქრობს, რომ ირაკლი კობახიძე არ უნდა ყოფილიყო მაინდა-მაინც გაყოფილი. ეს არის პერსონაჟი, რომელიც უყურებს საკუთარ მშობელს ბიძინას სახით, ხო, პოლიტიკური მშობელი მაქვს ხედულობაში. და რომელსაც ეჯავრება თავისი პოლიტიკური მამა, ხო, ამასთანავე ეს სურათებში, სხვა შორის კადრებში ეს ემოციაც ჩანდა ერთ-ერთ კადრში, მე რაც ვნახე, ხო?
ну ეხა ეს ჩვეულებრივი ამბავია, ეხა რამდენ შვილს ეჯავრება თავისი მამა, ხო, მის ჭრდილში ყოფნა და მიზეზი რა არის ამ ესე რომ ვთქვათ მამის იძულვილის არის რომ მამის ჭრდილშია და ამ ჭრდილიდან ვერ გამოდის საკუთარ ესე რომ ვთქვათ ნებას, ხო? ნებას ვერ გამოხატავს და ამით სიძულვილი იზრდება, ხო? საერთოდ ბიზნეს უჩვედი რომ თხილად იყოს რამე აფექტის მდგომარეობაში კობახიძე რამე ხელი არ წაუწდეს რამეზე, იმიტომ რომ ესეთ პერსონაჟების კობახიძე საშიშია თუ ხუმრობთ როცა ამაზე საუბრობთ. აშკარად ადამიანი არასტაბილურია და ხა სიძულვილი უკვე იმდენად აშკარაა, ხო? აშკარაა და მოტივირებულია რაც თავია. მიზეზი აქვს ამ სიძულვილს. ხო, ეხა როგორია პრემიერ-მინისტრი გერქვას და იცოდე რომ თან არარაობა ხარ. ეხა თან მით უმეტეს გუშინდელი კამპანია და დღესაც მიმდინარე კამპანია, სადაც ეს სურათი ძალიან სააშკარაოზე გამოვიდა, ეს მის ზიზღს ბიზნეს მიმართ კიდე გააათკეცებდა. ერთის მხრივ ზიზღი, მეორეს მხრივ უსუსურობა, ხო, რომ არაფრის გაკეთება არ შეუძლია ამ ყველაფრის შეცვლა, ხო? და ასე შემდეგ და ეს რა თქმა უნდა გარკვეულწილად ამან შეიძლება მისი ფსიქოლოგიური დესტაბილიზაცია გამოიწვიოს საბოლოო ჯამში. ბატონია, აი მეორე მხრივ როცა ვსაუბრობთ ივანიშვილის ბიზნეს ცენტრში გუშინ ანახ სურათზე და იმაზე ვინ იყო პირველ პლანზე და ვინ ივანიშვილის ჭრდილს მიღმა. აქ შეიძლება ბევრმა გაუსვას ხაზი იმას, რომ მასპინძელი იყო ბიძინა ივანიშვილი და შესაბამისად ლოგიკურად ჩათვალოს, რომ აი სწორედ ის მიუძღვებოდა სტუმარს. რამდენად ლოგიკურია კითხვა, რომ მის ბიზნეს ცენტრში სხვა რატომ უნდა ყოფილიყო მასპინძლის და მთავარი პირის როლი? არა, სხვაზე არ არის ლაპარაკი, რა თქმა უნდა, ესეთი არაფორმალური შეხვედრები შეიძლება შედგეს, მაგრამ რა შუაში იქ მთავრობის წევრები ჩამწკრივებული, ხელის ჩამორთმევი რაღაც ოფიციალური პროტოკოლური სახები ეცა ამას. ხო ეს ხო არ იყო, ეხა ვახშამზე შეიძლება ჩვეულებრივ მეგობართანაც მისულიყო, ხო ვიღაცასთან მეგობრობს ალევი და იმასთანაც მისულიყო სახში, აქ რა პრობლემა იყო. მაგრამ აქ ზუსტად პროტოკოლურად ჩანდა, აი თვითონ პროტოკოლურად ჩანდა ვინ იყო პატრონი, ესე რომ ვთქვათ, ქვეყანაში, ხო? და როგორ მიყვებოდა უკან კობახიძე კი ბატონო შეეძლო მას ეჩვენებინა, მაგრამ კობახიძე უკან რატომ მიბლაყუნებდა? ყოფილიყო თავისთვის, ხო? უკან რატომ ეყვებოდა? როგორც პერსონალი, ხო? ეხა ეს იმდენად აშკარა სურათებია, გასაგებია რაღაცას იტყვიან, რა აზრი აქვს? ეს სურათი ჩვენ ხო ვიცით, ჩვენ ხო რაღაც ამერიკა არ აღმოგიჩენია ეხა, ხო? ის რომ კობახიძე არ არის რეალურად ის ლიდერი ამ ქვეყანაში, რომ ის არიგებს გადაწყვეტილებებს, ეს რამე სიახლეა, არ არის არაფერი ამაში, ჩვეულებრივი ამბავია. სხვა საკითხია, რომ ეს ქვეყნის პრობლემაა. ქვეყნის პრობლემა არა მარტო იმიტომ, რომ რაღაც ქვეყანამ გადაუხვია დემოკრატიულ გზას და ავტორიტარული მმართველობის გზას დაადგა, ხო, ეს პრობლემა დღეს სამყაროში ბევრ ქვეყანაში დგას. იგივე აზერბაიჯანის პრობლემატური ამხრივ საკმაოდ და ძალიან ბევრი ესე რომ ვთქვათ ავტოკრატიები და დიქტატურები ვიცით ჩვენ დღევანდელ სამყაროში, მაგრამ განსხვავება ჩვენ მოდელსა და იმ მოდელებს შორის ის გახლავთ, რომ იქ აი ეს ლიდერები ინსტიტუციონალიზებულები არიან, ხო? ანუ დიქტატორი იქნება თუ ავტორიტარი, ის ინსტიტუციურადაც ქვეყნის ხელმძღვანელია, პრეზიდენტია, პრემიერ-მინისტრია, რაღაცაა, ხო? და შესაბამისად ის იღებს გადაწყვეტილებებს და პასუხისმგებელიც ის არის ინსტიტუციურად პასუხს აგებს. და ჩვენთან ბიზნესამ შექმნა მოდელი, სადაც ესე რომ ვთქვათ, ის იღებს გადაწყვეტილებებს, მაგრამ პასუხისმგებელი თვითონ არ არის. აი როგორი რაღაცა აქვს ისეთ გაკეთებული, საქართველოსგან შექმნა ერთგვარი ოფშორული კომპანია, ნომინალურ ესე რომ ვთქვათ, იმაზე რა ქვია, პირზე გააფორმა ეს თავისი ოფშორული კომპანია. თვითონ მართავს ამას ყველაფერს, ეგრეთზე დიჯიპასი, რასაც ქვია, ანუ ანგარიშების მართვის ჯიბეში უდევს ყველაფერს თვითონ აკეთებს, მაგრამ რო ჩაიხედო საბუთებში წერია, რომ მართველი ეს რა ქვია, პატრონი ამ ოფშორული კომპანიის არის ვიღაცა, ხო? ის თვალით არავის არ უნახავდა. აი ეს ვიღაცა არის კობახიძე, ანუ საქართველოს დღეს არის პოლიტიკური ოფშორი, რომელსაც ყავს ნომინალური დამფუძნებელი
და რეალურად დიჯიტალს ამ ქვეყნის მართვის უდევს შუშის სასახლეში მჯდომ ადამიანს. ყობახიძეს რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წარმომადგენლის ლევან მაჭავარიანის შეფასება გამახსენდა მისი მისამართით ამას წინ თქვა რამდენიმე დღის წინ ლევან მაჭავარიანმა რომ ირაკლი ყობახიძე არის საქართველოს ისტორიაში საუკეთესო პრემიერ-მინისტრი. ხა თქვენ ირაკლი ყობახიძის შესახებ თქვენი პოზიცია უკვე დააფიქსირეთ, ამიტომ მოდით ამ კითხვასაც დაგისვათ. აი ვინ იყო და ვინ არის ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრებს შორის საუკეთესო პრემიერ-მინისტრი და რატომ რა ნიშნით გამოარჩევთ? ნუ რა არის ეცეთ თუ ჩვენ ეხა რეალური პრემიერ-მინისტრი არც ერთი არ ყოფილა დავიწყოთ აქედან, ხო? ყველას ჰქონდა ყველას თავისი სპეციფიური ნაკლოვანება ჰქონდა ამ მხრივ. ამ ქვეყანას რაც ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოვიდა პრაქტიკულად ყოველთვის მართავდა ბიძინა ივანიშვილი, ჩვენ უბრალოდ უნდა ვილაპარაკოთ ვის მოქმედების მეტი დიაპაზონი ჰქონდა, ხო? მე ვფიქრობ გახარიას ჰქონდა ყველა ეს დიდი დიაპაზონი მოქმედების და ძვირიც დაუჯდა საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი. ყობახიძე ეს მთლიანად იმიტაციებია გარკვეულ პერიოდში, აი დაახლოებით 3-4 თვის წინ მე ამაზე ხშირად საუბრობდი და ამის გამო ბევრი მაკრიტიკებდა რატო ვლაპარაკობდი ამაზე, ხა ეს კიდე ცალკე თემაა, რომ ყობახიძეს და კალაძესაც სხვა შორის გაუჩნდათ ილუზია, რომ ბიძინა საერთოდ გაწეულია და მათ შეუძლიათ რაც უნდათ ისაკეთონ ამ ქვეყანაში. ანუ ბიძინამ შეუქმნა მათ აი ამ დამოუკიდებლობის ილუზია და აი ეს ამ ტანდემმა გააბეს თავის კავშირები, შავ სამყაროსთან კავშირები გააბეს იქით აქეთ ხო უკვე წამოვიდა გზავნილები რომ აი ბიძინას გარეშე თუ შეგიძლიათ მართვა და მე არ ვიცი ხა რომელმა რა უპასუხა ხო კალაძეს ჭკუა არ ეყოფოდა რომ ეთქვა რომ არაო მაგრამ ყობახიძე შეიძლება იყო ჭკუა და თქვა რომ მე ამისთვის ჯერ მზად არა ვარ ან რაღაცა არ ვიცი ხა მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ილუზია იქმნებოდა და ბიძინა ტესტავდა სიტუაციას უყურებდა მე მაშინ ვამბობდი რომ ბიძინას ჯერ აი ამ ყველაფერზე სულა არ კონტრსულა არ გაუკეთებია და აი ეს გუშინდელი სურათები ჩვენ რაც ვნახეთ, თქვენ გონიათ შემთხვევითი სურათებია ესა? ეს ბიძინას ნება იყო, რომ ესეთი სურათი ეჩვენებინა. რატომ? აი რა იმიტომ რომ სისტემაში აი ეს უფრო სისტემის დასანახებლად ჩვენთვის კი არა, ხო? ჩვენ ახლა რას ჩვენ ისე სულ იმას ვლაპარაკობთ, რომ ბიძინაა ძლიერი მართველი, ახლა რა შეიცვალა ჩვენს რეალურად, ყველაფერი შეცვლა. და ჩვენ ვინმე ჩვენგანი ფიქრობდა, რომ ყობახიძე იღებდა გადაწყვეტილებას გუშინდლამდე, არ ფიქრობდა, ხო? უბრალოდ ანუ სისტემა დარწმუნდეს, რომ არაფერი შეცვლა და ისე ბიძინა ივანიშვილი არის რომ ის არის ერთადერთი და განუმეორებელი, ესე რომ ვთქვათ, და სწორება უნდა იყოს მასზე. ანუ ეს მითოლოგია მისი უძლეველობის ისევ რომ გაიმყაროს. მეტი არაფერი არ ხდება. კეთილია, ბატონია, ისევ ილჰამ ალიევსა და ბიძინა ივანიშვილს შორის შეხვედრას მინდა დაუბრუნდეთ და ახლა უკვე ვისაუბროთ იმაზე, რატომ ივანიშვილთან შეხვედრა და რატომ არ იყო საკმარისი ის აუდიენციები, რაც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა გამართა საქართველოს პირველ პირებთან, იყო ეს მიხეილ ყაველაშვილი თუ ირაკლი ყობახიძე. აი როგორ ფიქრობთ, რაზე უნდა ესაუბრათ ალიევ ივანიშვილს? იქნებოდა ეს მხოლოდ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხები თუ არა მხოლოდ? არა, ეს რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპზეა საერთოდ დღეს სამყარო, ხო? ჩვენ თუ გადავხედავთ სურათს რა ხდება, ხო? აი დიდ სურათში რომ დავინახოთ, ფაქტობრივად დღეს არის ესეთი მოცემულობა, რომ ჩვენი დერეფანი, ხო, აი ეს ლოგისტიკური დერეფანი, სამხრეთ კავკასიური ხდება ფაქტობრივად უალტერნატივა, იმიტომ რომ ნებისმიერი აღმოსავლეთ-დასავლეთის შემაერთებელ კვანძზე ვსაუბრობ, ხო? რატომ? იმიტომ რომ ჩრდილოეთის მარშრუტი რისკების შემცველია, რუსეთია მოიხსენებათ, ორმუზის სრუტეში რა ხდება ჩვენ უყურებთ, ხო? და ეს სამხრეთ კავკასიური დერეფნის განვითარება ძალიან, ასე რომ ვთქვათ, ინტერესი ამისადმი ძალიან გაიზარდა. საქართველოს და აზერბაიჯანი არის ესეთი, ასე რომ ვთქვათ, ერთგვარი გეოპოლიტიკური კვანძი, ხო? განუყოფელი კვანძი. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ აზერბაიჯანს და საქართველოს აკავშირებს, ასე რომ ვთქვათ, აი ეს ერთიანი გეოპოლიტიკური ფუნქცია, რაც დაუშლელია ფაქტობრივად, ხო? ეხლა გაჩნდა განშტოება სანგეზურის სახით, მაგრამ ნუ ეს უკვე აზერბაიჯანის დამატებითი ბონუსია, რასაც ქვია, ხო? შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ დღეს აზერბაიჯანს აქვს აბსოლუტურად მყარი თურქეთთან ერთად მე ვიტყოდი, იმიტომ რომ
ჩვენ უნდა გვესმოდეს აზერბაიჯანის და თურქეთის ურთიერთობის სპეციფიკა, ხო, ეს ფაქტობრივად ჩამოყალიბებული ტანდემია, პოლიტიკური ტანდემია, რომლებსაც აქვთ ერთიანი მიზნები და ამოცანები გრძელვადიანი რეგიონში, ხო, და გლობალურიც თუ გინდათ და რეგიონში მithumეტ. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტი განპირობებული იყო ამ სტრატეგიის გარკვეული კორექციით და რატომ აგიხსნით? იმიტომ რომ აი თუ გახსოვთ, დაახლოებით 1 წლის წინ ძალიან აქტიური საუბარი იყო ფორმატზე 3+3. ანუ რაზე იყო ლაპარაკი? ლაპარაკი იყო იმაზე, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები პლუს 3 რეგიონალური იმპერია, ხო? თურქეთი, ირანი და რუსეთი. ანუ ამ 3 რეგიონულ იმპერიას რაღაცნაირად უნდა გამოიკვეთა საკუთარი ინტერესები სამხრეთ კავკასიაში და რაღაც ინტერესების გადანაწილება მოხდარიყო მათ შორის. დღეს 1 წლის თავზე რა მოცემულობა გვაქვს, ხო? ირანი გავარდა თამაშიდან, გასაგები მიზეზების გამო, ну, პრაქტიკულად გავარდნილია თამაშიდან. რუსეთს აქვს, რა თქმა უნდა, შენარჩუნებული გავლენა საქართველოსზე და მზარდი გავლენა აქვს, მაგრამ სამაგიეროდ დაკარგა გავლენა აზერბაიჯანზე და სომხეთზე. ჩვენ ვხედავთ იქ რა ტენდენციებიც მიდის, ხო? შესაბამისად, აი ამ ტანდემს თურქეთი-აზერბაიჯანის ტანდემს გაუჩნდა უკვე ახალი პროექტი, რასაც ქვია უკვე აი ამ გეოპოლიტიკური სისტემის ერთპიროვნული ამ სისტემაზე ერთპიროვნული დომინირების, ხო? შესაბამისად, ეს არის აბსოლუტურად გამოკვეთილი, აბსოლუტურად ლოგიკური სტრატეგია. ეხლა სხვა საკითხია, ჩვენ რა როლი გვაქვს ამაში ყველაფერში, ხო? ეხლა 2 წლის წინ რო გეკითხათ, გეტყოდით, რომ ჩვენ შანსი გქონდა, რომ გამხდარიყავით პარტნიორები, სრულფასოვანი პარტნიორები ამ სისტემის, მაგრამ დღეს მდგომარეობით მე არ მგონია, რომ ჩვენ თურქეთმა და აზერბაიჯანმა პარტნიორად მიგვიწვიოს აი ამ დიდ გეოპოლიტიკურ თამაშში. საინტერესო კონტექსტამდე მიხვდით. ხა საქართველოს რეგიონში მართლაც მნიშვნელოვანი როლი და ფუნქცია აქვს. თქვენ ამაზე უკვე ისაუბრეთ და ეს ყველაფერი დეტალურად განმარტეთ, ამიტომ ახლა ცოტა დრო იმაზე რა არის გასაკეთებელი და უკვე როგორ უნდა პოზიციონირებდეთ, რომ ჩვენმა ქვეყანამ მაქსიმალური სარგებელი წამოიღოს ყველა საერთაშორისო ეკონომიკური პროექტიდან. დავკარგეთ ამის შანსები, დავკარგეთ უკვე. ჩვენ მაქსიმალური გეოპოლიტიკური ესე რომ ვთქვათ, ის რა დივიდენდების წამოღების შანსები გავუშვით, რატომ? იმიტომ რომ აი მაგალითად ავიღოთ ანაკლიის სპორტი, ხო, ამაზეც ბევრი ლაპარაკები მიდის. კი, სხვათა შორის ანაკლიის სპორტის პროექტი რო ყოფილიყო განხორციელებული დღემდე, ხო? აი ამ თუ სამყაროში, როდესაც ორმუზის სრუტეში რაღაცა ხდება და ამ შემდეგ, ხო, ანაკლიის სპორტი რო განვითარებული ყოფილიყო, რკინიგზის რეაბილიტაცია რომ მოხდარიყო და თვითმბრუნვის გაზრდის შანსი რო გაჩენილიყო, ხო, თვითმბრუნა როგორ უნდა გაიზარდოს, სიჩქარეები უნდა გაიზარდოს, სიჩქარეები რო გაიზარდოს, ამათებითი ინფრასტრუქტურა ჭირდება, ხო? ხო და ანაკლიის სპორტი ძალიან წაადგებოდა ჩვენ აი ამ შანსის გამოყენებას. ანაკლიის სპორტი დღეს არ არის, ანუ ღრმაწლოვანი სპორტი ჩვენ საქართველოში არ გვაქვს. ეს არის ერთი ეკონომიკური განზომილება, რაც გაზრდიდა ჩვენ ფასს, ხო? მეორე არის უსაფრთხოების განზომილება, რომელიც აგრეთვე ანაკლიის სპორტს უკავშირდება ჩემის აზრით. მოგეხსენებათ აი იგივე რუბიოს ზარი, ხო? პრესრელიზი, როდესაც გაავრცელა სახელმწიფო დეპარტამენტმა, რაზე იყო ის საუბარი? გახსოვთ, შავი ზღვის უსაფრთხოების თემაზე შედგა საუბარი. შავი ზღვის უსაფრთხოების თემა პრობლემურია საკმაოდ კოლექტიური დასავლეთისთვის, ხო? მიუხედავად იმისა, რომ ნატოს 3 ქვეყანა შავი ზღვის აკვატორიაში, რუსეთი დომინირებს შავ ზღვაში, იმიტომ რომ არც ერთ ამ ქვეყანას არ აქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რაც დააბალანსებდა ამ რუსულ დომინირებას. და ანაკლიის სპორტში შეიძლება ამერიკელები განიხილავენ ზუსტად რომ რაღაცა ეს ალტერნატიული უსაფრთხოების სისტემის ფორმირებას, ხო? ღრმაწლოვანი სპორტი ამის საშუალებას იძლევა იგივე წყალქვეშინავების შემოყვანის თვალსაზრისითაც კი, ხო? შესაბამისად თურქეთმა ეს იცის, აზერბაიჯანმაც იცის, მე სრულად არ გამოვრიცხავ, რომ საუბრის ერთ-ერთი თემა
ერთ-ერთი თემა ანაკლიის სპორტის ოპერირებას დაკავშირებულ საკითხზე აუცილებლად მინდა ბატონ გია ჩაგეკითხოთ ქართულ ოცნებაში სხვა შორის ახლახან გაკეთებული განცხადების კონტექსტში და გეცოდინებათ რა თქვა ამ თემაზე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარე ამტკიცებს რომ ზღვაში ამერიკელები იმიტომ არ არიან რომ აი ანაკლიის სპორტის პროექტით ამერიკელი ინვესტორები ვერაფრით დააინტერესეს რამდენად შეიძლება ანაკლიის სპორტის პროექტის აქამდე ვერ აშენება მთლიანად თუ არა გარკვეულწილად მაინც დაბრალდეს იმას რომ ამერიკელი ინვესტორები იყვნენ კონსორციუმში რომელიც ამ სპორტს აშენებდა ხო? უნდა აეშენებინათ. შეიძლება იმას რაღაც პრობლემები გაუჩნდათ. მე არა ვარ ამაში დახედული, მაგრამ დღეს ჩვენ ხედავთ რომ ხელისუფლება იქ რაღაც ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ატარებს და ეხლა თუ ესე მნიშვნელოვნად თვლიდეთ, მაშინაც შეეძლო ჩაეტარებინა და ის პროექტი ზუსტად ამერიკელების მონაწილეობით უკვე 2000 წლში დამთავრებული იქნებოდა. აი დღეს რასაც აკეთებენ ანაკლიაში, ფაფხურობენ ხო? ეს რომ მაშინ გაეკეთებინათ, კონსორციუმით საინვესტიციო პაკეტი შეკრავდა და დღეს ეს პროექტი დასრულებული იქნებოდა. ეხლა რეებს ლაპარაკობენ. ამერიკელები იყვნენ ზუსტად იქ, აბა ვინ იყვნენ? ხო, დღეს მოცემულობით უკვე ნახეთ რა სურათი მივიღეთ ამერიკელები გამომდინარე იქიდან რომ მათი ინვესტორები, ამერიკელი ინვესტორები გარკვეულწილად გადაგდებულად თვლიან თავს ამ პროექტთან დაკავშირებით. ამერიკელები ძნელად შემოსაყვანია ამ პროექტში. ჩინელებმა რაღაც ესე რომ ვთქვათ იმიტაცია მოახდინეს ინტერესის და მე გაიპარენ ისევ ხო? რუსეთი გასაგებების გამო ვერ შემოვა და არც უნდა შემოუშვათ გამომდინარე იქიდან რომ მაშინ აზრს კარგავს ამ დერეფნის მშენებლობა ხო იმიტომ რომ ამ დერეფას მხოლოდ ამ დერეფნის ხიბლი მხოლოდ მაშინ არის თუ რუსეთთან კონკურენციაშია ხო და რუსეთი ვერ შემოდის ჩინეთი გითხარით უკვე რომ ესე ვინ დარჩა აზერბაიჯანი თურქეთი ეს ტანდემი ეხლა თურქეთის ინტერესი თუ აქ რაღაც უსაფრთხოებასაც მიება ხო ანაკლიის თემა ძალიან მაღალია იმიტომ რომ თურქეთი მოგესალმებით ნატოს წევრია და შეიძლება გახდეს გარკვეულწილად მისი კოზირი ხო შავი ზღვის უსაფრთხოების თემასთან დაკავშირებით გარდა ამისა თურქეთს აქვს ამბიცია რომ გახდეს ამ აღმოსავლეთ დასავლეთის ენერგეტიკული დერეფნის მთავარი ხაბი ხო რუსეთის ალტერნატიული მთავარი ხაბი გახდეს ხო რომ მისი მეშვეობით ხდებოდეს დისტრიბუცია ცივილიზებულ სამყაროში ენერგომატარებლების და არა მხოლოდ ენერგომატარებლების ასე რომ მე არ გამორიცხავ რომ თურქეთ-აზერბაიჯანის სტრატეგია და ალიევის მიერ ესე რომ ვთქვათ ამ საუბრების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ამ სტრატეგიის ეს ელემენტიც ყოფილიყო. ეხლა წარმოიდგინეთ ეხლა ამაზე კობახიძესთან ხო არ ელაპარაკებდა ხო იმიტომ რომ კობახიძეს მინიმუმ ზარი ახლობელთან უნდა გამოიყენებინა. ხო და ეხლა ტელეფონზე ის ხო ვერ დაუწყებდა ან ხო არა მაშინ მარკო რუბიომ რატო დაურეკა ირაკლი კობახიძეს და მარკო რუბიომ რატო დაარეკა ირაკლი კობახიძეს და არა ბიძინა ივანიშვილთან და აქვე კითხვას დაგისვათ ბატონ გია და სხვა შორის ეს არის მარკო რუბიომ ტელეფონზე დაარეკა კი არ ჩამოვიდა და ტელეფონზე რო დაარეკა უთხრა რომ აი მამაშენს გადაეციო რომ ესაო და პასუხი მომწერა პასუხი მეილით გამომიგზავნა ანუ ეს იქნებოდა მესიჯი ბიძინა ივანიშვილისთვის თქვენ გონიათ რუბიომ არ იცის კობახიძე რას წარმოადგენს ამ ქვეყანაში ჩვენზე უკეთესად იცის. ბატონგია, მოკლედ ეს თემა ერთ-ერთია, რომელიც არ კარგავს აქტუალურობას. მარკო რუბიოს მიერ ირაკლი კობახიძესთან განხორციელების ზარი, ისე როგორც მეორე მხრივ ირანის ელჩის მწვავე რეაქცია და არსებობს კიდევ ერთი მხარე ამ რეაქციაზე, ირანელი დიპლომატის რეაქციაზე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დუმილი და რადგან მაქვს შესაძლებლობა, იმოდით ყველაფერ ამაზე ერთიან კონტექსტში ერთ კითხვასაც დავსვავ. აი გითხარით, რას ფიქრობთ, იმიტომ რომ მთელი ეს პერიოდი, როცა ტრამპი მეორე ვადით გაპრეზიდენტდა, მისი ადმინისტრაცია ფაქტია, ხო, არ იმჩნევდა საქართველოს, თუმცა ირანში საომარი მოქმედებების დაწყებიდან მალევე ხედავთ, რომ აი უცებ ვაშინგტონმა ჩვენსკენ გამოიხება. ეს გამოხედვა როგორ უნდა შეფასდეს? უნდა გვეხაროდეს თუ სჯობდა კიდევ ცოტა ხანი არ დაერეკათ? არა, საერთოდ დღევანდელ სამყაროში ხო მე ვერ ვიქნები რადიკალური, ხო? რადიკალური, რა თქმა უნდა, სიფრთხილე დღეს ხელისუფლებას მართებს და მე ამ ხრივ ხელისუფლებას დღეს როდესაც ხელი ომი მიდის ირანში, არ გავაკრიტიკებდი ძალიან აქტიურად, ხო? მე ზოგადად მათ პოლიტიკას ვაკრიტიკებ, მაგრამ დღეს რო სიფრთხილეა საჭირო ირანთან მიმართებაში, ეს ფაქტია. სხვა მხრივ, მაგრამ ამ სიფრთხილესაც ხო თავის ზღვარი აქვს, ხო? თავის ზღვარი აქვს. ეხლა ჩვენი ხელისუფლების უსაფრთხოების კონცეფცია საერთოდ აი ნახეთ როგორ რაღაცაზე დგას სამარცხვინოა პირდაპირ გეტყვით.
სამარცხვინოა და რაც თავარია სტრატეგიულად უპერსპექტივო და აგიხსნით რა შემდგომარეობს. მდგომარეობს იმაში, რომ შენ მეგობრებს შეგიძლიათ თავისუფლად აგინო, ლაძღო, 1000 რამე დააბრალო, იმ იმედით, რომ მეგობარი მაინც დაგინდობს და ხელს არ შემოგიტრიალებს, ხო? როგორც რა რიტორიკაც გვესმის ჩვენი ხელისუფლების მხრიდან დასავლეთის მიმართებაში. და მტერს ენის მოჩლექით უნდა ელაპარაკო, იმიტომ რომ მტერი არ დაგინდობს და ხელს შემოგიბრუნებს. აი ეს ამაზე დგას საქართველოს უსაფრთხოების კონცეფცია. რეალურად ეს კონცეფცია არის, ესე რომ ვთქვათ, დამანგრეველი, ხო? უსკულისკენ მიყავ, რატო? იმიტომ რომ როდესაც ჩვენ დღე-დღე მეგობარს ლანძღავ, ამით მეგობარს კარგავ, ერთის ხრი შენი პატივისცემა არც მტერს უჩდება, იმიტომ რომ მტერს, როდესაც ენის მოჩლექით ელაპარაკები, ის კიდევ უფრო მეტად გაჯდება თავზე, ხო? იმიტომ რომ სისუსტეში გითვლის ამას, რაც გააკეთა ირანის ელჩმა. ირანის ელჩმა ეს რო დაგვემუქრა ირანის ელჩი და ფაქტობრივად წინასწარ ომი რო გამოგვიცხადა თუ გავინძრეოდით საერთოდ და რაიმეს ესე რო თქვა გავაკეთებდით, ხო? და დუმილი რომ მოყვა ქართული მხრიდან მეორედ გამოვიდა და კიდევ უარესები ილაპარაკა. იმიტომ რომ დაინახა ამათი რეალური ბუნება დღევანდელი ხელისუფლების, ხო? და ვიფიქრე რომ მოსულა სუსტები ხართ, მაშინ მოდი ბოლომდე რა. სხვა შორის ბადოგია, რადგან ირანის ელჩის განცხადებამდე მივედით, ცალკეული პოლიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ ირანის ელჩის ეს პოსტი, ყოველ შემთხვევაში 31 მარტის პოსტი, რომელიც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, თვითონ ქართული ოცნების მიერ ყოფილიყო ინსპირირებული, რათა ჩვენი ხელისუფლება მომავალში ამ განცხადებას ამოეფაროს და უარი თქვას რაიმე ფორმით ირანის წინააღმდეგ ომში ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებას. ხო, აი მე მინდოდა მეკითხა ამ მოსაზრებას თუ შეიძლება კონდეს რაიმე საფუძველი და თქვენ პრინციპში თვითონ ეს არ უნდა გამოვიდეს. ამას ვერ დავადასტურებ, ვერც უარყოფ. შეიძლება რომ მათ გარკვეულ ერთგვარი ფარის ეხლა აი ქრონოლოგია ნახეთ როგორი იყო, ჩამოდის ჯერ ესე რომ ვთქვათ ეკონომიკური იმის დივნის მოადგილე მე მგონი ხო სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი იყო ჩამოდის ანაკლიაში ესე რომ ვთქვათ ამ უსაფრთხოების კუთხით როგორც ჩანს ანაკლის დათვალიერება ხდება ამას მოყვა რუბიოს ზარი ხო გამომდინარე იქიდან რომ ამერიკელებს ირანის ომთან დაკავშირებით გარკვეული ლოგისტიკური პრობლემები აქვთ და მოსინჯვა გააკეთა ალბათ აი რა შეგვიძლია ჩვენ მონაწილეობა მივიღოთ ან არ მივიღოთ ხო ამის მოსინჯვა გააკეთა და ასე რომ ვთქვათ აქედან ხა ამათ ერთის მხრივ ჩალიჩობერო როგორმე ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობა დაალაგონ ანუ პირდაპირ ესეთი უხეში უარის თქმა შესაძლებელია არ უნდათ ამიტომ თვითონვე გაჟონეს მისცეს ინფორმაცია ირანის ელჩს რომ გაეკეთებინა შესაბამისი განცხადება და ამის შემდეგ უკვე რაღაც რუბიოსთვის ეთქვათ რომ ეგერ პირდაპირ გვემუქრებიან რომ გესურით და იმას ვიზამთ და ამიტომ დიდი ბოდიში მაგრამ ამ ეტაპზე დაუშვათ შეიძლება ესე იყოს ხო ეხლა მე სპეკულაციას ამ თემაზე ვერ დავიწყებ მაგრამ გარკვეული ლოგიკა ამ ვერსიაში არსებობს რა თქმა უნდა. მადლობა ბატონ დია სტუმრობისთვის, თქვენი დროისთვის, კითხვებზე პასუხებისთვის. დღეს დაგემშვიდობებით. დია ხოხაშვილი იყო ჩვენი პირველი სტუმარი. ახლა რეკლამის შემდეგ პარტია გახარია საქართველოსთვის წევრი დეპუტატი ტატა ხვედელიანი შემოგვერთდება, ასე რომ დაგვარდეთ.